იქ მოუგვაგრეს ეს გამოუშვეს, ხო? ხო, ერთი წელი პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომ ის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა სადაც დაგეგმილი გქონდა და ერთმანეთს ბუნებრივია გავუცვალეთ მოსაზრებების შეფასებები შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ქვეყანაში. მე ბუნებრივია მქონდა მოსახსენებელი ის თემები, რომელიც დაწყებული იყო თავდაცვის სამინისტროში, რომლის საქმის კურსში იყო პრეზიდენტი და იმედი გამოვთქვით, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება, იმიტომ რომ ეს უკავშირდება სწორედ იმ მთავარ ამოცანას, ეროვნულ ამოცანას ჩვენსაც, რომ ევროპის ნაწილი და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გავხდეთ, სამხედრო ძლიერებას, ჩვენ თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას, ამაზე გქონდა საუბარი. ბუნებრივია იმედი გამოვთქვით, რომ სასამართლო და გამოძიება წარიმართება ამ ძალიან ეხლა უკვე საზოგადოებისთვის ცნობილ საქმეებზე ღიად, ტრანსპარენტულად და ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინდება და საზოგადოება დაინახავს თუ რა მიღწევები ჰქონდა არმიას და თავდაცვის სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით პროდასავლური პოლიტიკური ძალები გაძლიერდეს და ქვეყანამ გააძლიეროს ინსტიტუტები და ინსტიტუტები იღებდეს მონაწილეობას ქვეყნის მართვაში.